ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს. გადაწყვეტილება თია წულუკიანის ხელმძღვანელობით კომისიის წევრებმა მიიღეს. წულუკიანის თქმით ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მათ 16 საათამდე მისცეს დრო სხდომაზე მისასვლელად ლელოს კიდევ ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს. თუმცა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში მისვლას არ აპირებდა. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შეპესე მაგნატის საქმე განიხილეს. მინდა შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ბერჯერ განვაცხადე, ბერჯერ ვიმეორებ თქვენს ასევე და როგორც ჩანს, მან მაინც ვერ გაიგო და იმედი მაქვს სხვები გაიგებენ, რომ ჩვენ აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოში, ამ კოდექსს აქვს თავისი სხვადასხვა ნორმა და არის ასეთი მუხლი, ნომერი 349. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით და იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის 1 წლამდე პატიმრობაც. ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს ბიზნესმენმა ჯემან ლეონიძემ და მისმა ადვოკატმა უპასუხეს. ლეონიძე ავტოგასამართის სადგურების ქსელის მაგნატის მესაკუთრე იყო. მისი მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძესაც ადანაშაულებს. თუმცა დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ ბიზნესმენს შეკითხვები აქვს ქართული ოცნების მიმართაც. პროკურატურას თხოვ მომეცი დაზარალებული სტატუსი. კაცო, თუ მე მაღიარე, რომ უკანონოდ დამაკავეს, თუ დაწერე, რომ ჩემი ავტორიტეტის, იმიჯის, თავმოყარების შელახვის, გულისათვის დამიჭირეს და დაწერე შუამდგომლობა, რომ მე ვარ დაზარალებული ამ მომენტში, ანუ უკანონო პატიმრობით მეკუთვნის ზიანის ანაზღაურება. კაცო, პატიმრობა ჩემი რისთვის მოხდა, ხომ საქვეყნოდ ცნობილია. ქონებების ნაწილში ჩემი დაზარალებული სტატუსის დაწერას რა უნდა ბატონო სუზარ, ხო? არაფერი. სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის თანახმად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ასევე თანამდებობის დაკავების ან 3 წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს, ძლიერი საქართველოს ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს, რომ ოცნებამ წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს, რომელიც მათი მტკიცებით ნაციონალურ მოძრაობას 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც აფინანსებდა. კოალიცია ძლიერი საქართველოს სახელით მიმართავთ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ, გამოწვევა არის მიღებული. ეს გამოწვევა მიიღო კოალიციამ სრულად და კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როცა თქვენს გაბედულად, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს გაყალბებული არჩევნების შედეგად, მიტაცებული კონსტიტუციის, მიტაცებული ძალაუფლების შედეგად შექმნილ ერთპარტიულ ბანდას, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას. ჩვენს წინაშეა პოლიტიკური ანგარიშის სწორება იმ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ ოპონენტ ძალას. ყველას შეგახსენებთ, რომ სწორედ ძლიერმა საქართველომ გაარღვია დამკვიდრებული და ჩამყაყებული ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში და საქართველოს ამომრჩევლებს მისცა რეალური არჩევანი წარსულსა და მომავალს, ანგარიშსწორებასა და საქმეს შორის, დანგრევას, ჭაობსა და შენებას შორის. სწორედ ამიტომ არის ეს აქტი მიმართული ძლიერი საქართველოს ლიდერების მიმართ. 13 წელია ხელისუფლებაშია ეს ხალხი და ეხლა აღმოაჩინეს, რომ თურმე რაღაცები მომხდარა 13 წლის წინ და 15 წლის წინ და 17 წლის წინ და რა თქმა უნდა სამართალთან რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ აგვაქვს, უბრალოდ რაღაც ახალი შაპიტო მოიფიქრეს პარლამენტს რო ეძახიან თავის თავს იმ ხალხმა და იმ ცირკში და იმ შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ, ხოლო რაც შეეხება თუ რამის გამოძიება უნდათ მართლა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ვაფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას და ღმერთმა უწყის რამდენი 10 მილიონი გადაურიცხა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც რო აფინანსებდა, ის გამოიძიონ ერთი თუ მაგრები არიან. ქართული ოცნების საგამოძიებო კომისია 8 წევრისგან შედგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ადგილებს ფსევდოოპოზიციური პარტიების, ევროპელი სოციალისტებისა და ხალხის ძალის დეპუტატების
სოზარ სუბარი, გურამ მაჭერაშვილი და ილია ინჯია იკავებენ. ქართული ოცნებიდან კომისიაში არიან თია წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია და თენგიზ შარმანაშვილი. შარმანაშვილი 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა სომხეთში. 2009-2010 წლებში კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა გამოიძიოს, ალექსანდრე ტაბატაძეა. ის 2003-2008 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ალუდა ღუდუშაურს, 2003-2004 წლებში ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ ფელდეგერი და ყაზბეგის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე.